მანამდე გეგმაშულმა ერთ-ერთ კონცერტ ლექციით დასასრულს მინიშნა რომ ძალიან ხშირ შემოერბინე ჩემთან ოთახში მეც მასთან მივედი ხომ არ გინდა შენ რა რამე ნაწარმოები ან რამე გედირიჟორაო მეც ცოტა მორჩილად მაგრამ მაინც უთხარ რომ კი ბატონო თქვი კი ბატონო ვიდირიჟორებ თქო და აი სწორედ აი ამ სადირიჟორო ჯახით ვიდირიჟორე მე ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ნიკოლოზ რაჭველი. რაჭველი. ეს გარდამავალი პერიოდები ადამიანის ცხოვრებაში სულ არის. რაც სტაბილურ განვითარებას მე ხანდახან მოყვება ცვლილების მოლოდინი. აი ეხლა მაქვს განცდა რომ რაღაც ერთი ეტაპი განვითარების პროცესის გავლილია და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს კიდევ უფრო შეიძლება საინტერესო ალბათ კიდევ უფრო ღრმა მეც ალბათ ის შესაძლებლობები და ის უნარები რაც განგებამ რაღაცნაირად მარგუნა და დამასაჩუქრა მიქმნის გარკვეულ სიმშვიდეს და ალბათ ეს არის ის რის გამოც ბევრ სირთულეს მაინც უფრო ოპტიმისტურად და უფრო მზად ყოფნის განწყობით ვხვდები, ველოდები და გადაჭრის გზებს პოულობ. ესე დარჩება. ბევრია. სიბემოლს მოეფერეთ. როდესაც ორკესტრის ხელმძღვანელი გავხდი, აღნიშნეთ 80 წლის იუბილე. და ძალიან. შემდგომ ჩემს პერიოდში აღინიშნა 90 წლის იუბილე და აგერ მოვიდა 100 წლის საიუბილეო თარიღი წელი. სულ მეფიქრებოდა როგორი იქნებოდა 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფორმატი, აი აღნიშნა იუბილესი. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ორკესტრის 100 წლის საიუბილეო პერიოდში იქნებოდა ესეთი რთული ატმოსფერო. და ეს ატმოსფერო, რაც გარშემოა ეხლა და ეხლა არის ყველაზე ჩემთვის მძიმე, რაც არის, ეს არის დაპირისპირება გვერდ-გვერდ მყოფ ადამიანებს შორისაც არის ესეთი კარდინალური, რადიკალური დაუთანხმებლობა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს პოლარიზება და ეს დაძაბულობა ადამიანებს შორის არ ქმნის ცხადია სასურველ გარემოს იმისთვის, რომ შენ ბედნიერად აღნიშნო ორკესტრის 100 წლის იუბილე. ნუ კონცერტის წინ დღევა, მაგრამ კარგია. კარგად მღერიან, კარგად უკრანენ. დიდი ხანია კონცერტი არ მყავდა. საქართველოში საკმაოდ 6 თვე. არ ქონია კონცერტი. მოგეზატრა? ხო. ყველა ჩუმად. ალბათ ხელოვანი შემსრულებელიც და განსაკუთრებით ის ვინც წერს, ქმნის მასზე აისახება ყველაფერი გარშემო რაც ხდება ყველა მოვლენა ჩვენ გარშემო აქაც და თელს მსოფლიოში ისეთი მოვლენები ხდება რომელიც შესაძლოა ჩემ მუსიკაში რაღაც დროის მერე აისახოს და შეუცვალოს ხასიათი ხშირად დავდივარ უკრაინაში და იქ დაგროვილი და მიღებული შთაბეჭდილებებიც ალბათ ტრანსფორმირდება ჩემ მუსიკაში და ჩემს სოფხედელობაშიც.
ვიდრე რუსეთი არ მიიღებს საკადრის პასუხს მთელი ცივილური სამყაროსგან და ვიდრე ეს აგრესიული მოქმედებები არ განეიტრალდება და არ დასრულდება, ძალიან რთული იქნება ჩემთვის თქვა, რომ ვარ კარგად. საერთოდ ძალიან რთულია იყო ხელოვანი მით უმეტეს წარმატებული და საზოგადოებაში აღიარებული და არ შეგეძლოს შენი კაფეო პოზიციის გამოხატვა. ხშირად მსაყვედურობენ, რომ დაუშვათ რაღაც ამა თუ იმ არაშემოქმედებით მოვლენაზე, არამედ მიმდინარე ცხოვრებისეულ თუ პოლიტიკურ მოვლენაზე, როდესაც მე ჩემ აზრს გამოვთქვამ, პოზიტიურს თუ კრიტიკულს, კეთილის მსურველები ამბობენ, რომ ეს აზიანებს დაუშვათ საქმიანობას, რომელშიც მე ვარ ჩართული, მაგრამ თვლი, რომ თუ კი რაღაცის შიშით სრულიად თავშეკავებული გავხდები საკუთარი მოსაზრების ესე გაზიარებისაგან სხვა ადამიანებისათვის, მაშინ აი ეს რაღაც თავისუფლების დაკარგვა აისახება მე იმაზე, რასაც მუსიკაში ვაკეთებ. უბრალოდ რა არის, იცით, ჩემი წამსი არის ძალიან დიდი დაჯერება დემოკრატიული პრინციპების. ჩემი მთავარი ამოცანა სწორედ ორკესტრშიც დემოკრატიულობის განმტკიცება იყო, რასაც მიაღწია დასავლეთმა ცივილურმა დაუშვათ შეერთებულ შტატებში და ევროპაში გაცილებით უფრო ადრე. ჩვენთან მაინც ეს საბჭოთა გადმონაშთი გრძელდებოდა და ჩემი სურვილი იყო, რომ მაგალითად ორკესტრს ჰქონოდა უფლება თავად გადაეწყვიტა რეპერტუარი, თავად აერჩია თავისი დირიჟორი, თავად მიიღო რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების. როგორც ხდება ძალიან განვითარებულ მაღალი კულტურის და მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში. წელს, როგორც ჩანს, გაჩნდა სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის პატარა ეპოქაში გაცილებით უფრო დიდი ნაბიჯებით დავუახლოვდით ცივილურ დასავლეთს. ცივილური დასავლეთიდან, როგორც ჩანს, წამოვიდა ეს შეგრძნება, რომ საქართველოს ყოლოდა სიმფონიური ორკესტრი. 1925 წელს ზაქარია ფალიაშვილის ძმას ივანე ფალიაშვილს, რომელიც პროფესიონალი და ძალიან ნიჭიერი დირიჟორი გახლდათ, მან შეკრიბა ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც სწავლობდნენ ამა თუ იმ სასწავლებლებში სხვადასხვა ინსტრუმენტზე. 1925 წელს უკვე პირველად მოიწვიეს პუბლიკა იმისთვის, რომ საქართველოში სიმფონიური მუსიკა წარედგინათ უშუალოდ ახლად შექმნილი ახალგაზრდული შემადგენლობით დაკომპლექტებული სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელსაც თავად ივანე ფალიაშვილი დირიჟორობდა. ბუნებრივია, ზაქარია ფალიაშვილი ამ დროს არის ასევე ძალიან სახელგანთქმული და უკვე დიდი ღვაწლი აქვს მუსიკაში. მას უკვე დაწერილი აქვს ის ჩვენი კლასიკური უმნიშვნელოვანესი ძეგლები, როგორც არის აბესალომ და ეთერი და დაისი, რაც უკვე თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ზაქარია ფალიაშვილიც მისი ავტორიტეტი იქნებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმისთვის, რომ ორკესტრი დაარსებულიყო. წარმომიდგენია, ასე ვთქვათ, რა სამუშაო გასწია ივანე ფალიაშვილმა იმისთვის, რომ იმ ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსებს
ესეთი შედეგი გამოეტანათ სამსჯავროზე და შემდგომ უკვე ეს ორკესტრი რაღაცნაირად ტრანსფორმირდება კიდევ უფრო პროფესიონალურ კოლექტივად, რომელსაც სათავეში უდგება ევგენი მიქელაძე. ევგენი მიქელაძის ეპოქა არ იყო ხანგრძლივი, ძალიან ახალგაზრდა ასაკში ის უკვე იქნა დახვრეტილი, მაგრამ მანამდე აი ამ ახალგაზრდა დირიჟორმა და რაღაც ფენომენალური ნიჭის მქონე მუსიკოსმა მოახერხა ორ ფლანგზე ემართა ძალიან წარმატებით პროცესები. ეს იყო ოპერის თეატრი, რომელსაც აგრეთვე ხელმძღვანელობდა და ეს იყო სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ანუ ჩვენი ორკესტრი, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობდა. პროკოფიევი მაგალითად, რომელმაც დაწერა მესამე საფორტეპიანო კონცერტი, ვიდრე ის გამართავდა მოსკოვში და პეტერბურგში პრემიერას, მანამდე ჩამოვიდა და თბილისში შეასრულა ჩვენ ორკესტრთან ევგენი მიქელაძის დირიჟორობით. და როდესაც მან გამოუგზავნა ნოტები მოსამზადებლად გაკვირვება და აღტაცება, გამოუწვევია იმას, რომ ევგენი მიქელაძემ ზეპირად ნოტების გარეშე უდირიჟორა რეპეტიციებსა და კონცერტს. ევგენი მიქელაძეს ჰქონდა ფენომენალური მეხსიერება და ის ოპერებსაც თურმე ნოტების გარეშე დირიჟორობდა. ევგენი მიქელაძის იშვიათ უნარებს შორის აგრეთვე როგორც ჩანს იყო შინაგანი თავისუფლება და მასზე უარის ართქმა. რა თქმა უნდა, არსებობდნენ ხელოვანები, რომლებიც რაღაც სისტემას უსიტყვოდ დაემორჩილდნენ და მათი სიცოცხლე გადარჩა. აქ უბრალოდ ჩემთვის ყოველთვის ისმება კითხვა. რა სჯობია? იყო უშიშარი, მედგარი, შეუპოვარი, თავისუფალი, მებრძოლის სულის მქონე ადამიანი, რომელსაც ექნება ტრაგიკული აღსასრული, მაგრამ მისი სამშობლოს ისტორიაში ის შევა ისე, როგორც შევიდა ევგენი მიქელაძე, თუ პირიქით. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როცა წარმოიდგენ ადამიანურ ტრაგედიას, აქ უკვე ისტორიის კონტექსტს თუ მოვაცილებთ და გავიხსენებთ, როგორ აწამეს, თუნდაც როგორც ამბობენ, აი ცხელი რკინის, ლითონის შამფურისებრი რაღაც, ესე ვთქვათ, ყურები დაუწვეს, ხო, ამით ვინაიდან მან მხედველობის გარეშე მყოფმა იცნო ბერია ხმაზე, ნაბიჯების ხმაზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი სიმწარეა და მან რაც გადაიტანა ეს ენით აუწერელი ტკივილია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ალბათ საზოგადოება და მისი ისტორია სწორედ ასეთი გმირობების მაგალითებით იძერწება მისი მთლიანი სახე. როგორც არ უნდა შევხედოთ ევგენი მიქელაძის კადრს, მაშინათვე გვიჩნდება რაღაც დიდი წუხილის თანაგანცდის შეგრძნება, რომელიც შეზავებული არის სიამაყეში, რომ ის იყო გმირი, ის იყო თავისუფალი, ის იყო დიდი ხელოვანი. тебя звала я. Идем в ход. Давида, Давиду. Рам-тарадари-радам-тарадари-радам. Пиццет. 1, 2, 3 and სიმფონიურ ორკესტრს ესეთი ეგზისტენციური გამოწვევები, როგორიც არის ყოფნა არ ყოფნა, გადარჩენა, ჰქონდა არაერთხელ. თუნდაც ევგენი მიქელაძის ტრაგიკული აღსასრულის დროს, ასევე 90-იან წლებში, ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდშიც არაერთხელ ისმოდა გარედან ესეთი ნოტები. მაგრამ როგორც ჩანს ძმებმა ფალიაშვილებმა, აი ესეთი ენერგეტიკული საფუძველი ჩაუყარეს ორკესტრის დაარსების დღიდან მის ყოფნას და მნიშვნელობას, რომ ყველა ესეთი გაბრძოლება ორკესტრის წინააღმდეგ ორკესტრის გამარჯვებით და კიდე ახალ საფეხურზე გადასვლით დასრულდა. განსაკუთრებით რთული იყო, როდესაც ორკესტრი აიძულეს დაეტოვებინა მაგალითად მისთვის აშენებული ფილარმონია
ანუ ჩვენმა ორკესტრმა გაახსნა ის, იქ რეპეტიციებდით, ის სცენა იყო ჩვენი. მაგრამ რაღაც დროის მერე, ისეთი წყობა მოვიდა, რომ ჩათვალეს, რომ სიმფონიური ორკესტრისთვის ეს ზედმეტად დიდი და მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენი ორკესტრის ბიოგრაფიაში იყო, როდესაც დაატოვებინეს მეორე დარბაზი მისთვის აშენებული გულისხმობ აღმაშენებელზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს. მე როდესაც ხელმძღვანელი გავხდი, საერთოდ ქუჩაში დამხვდა ორკესტრი და მაშინ ძალიან დიდი ზრუნვის და ყველა ადამიანის ვისიც შეიძლებოდა ჩართვის შედეგად მოვიპოვეთ შენობა აღმაშენებელზე ყოფილი რკინიგზელთა სახლი. მე იმის დატოვებაც მოგვიხდა, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ გამოინახა სახსრები გასარემონტებლად და მე მუსიკისა და დრამის თეატრი ყოფილი მუსკომედიის დასი გადავიდა იქ და ჩვენ გადმოვედით მათ ყოფილ სივრცეში იმ იმედით, რომ მოვიდოდა ის რაღაც ჩადოსნური დრო, როდესაც სახელმწიფო დაგვეხმარებოდა იმაში, რომ ორკესტრს თავისი ისტორიის შესაბამისი ღირსეული სამუშაო და საკონცერტო სივრცე ქონოდა. ერთი წლის წინ თვითონ მუსიკოსებმა, ჩემ ძვირფასმა კოლეგებმა, ორკესტრის მუსიკოსებმა გაარემონტეს შენეთ კედლები ვანგრიეთ, ღებეთ და იატაკები ვაგეთ და რა ვიცი, აი მოგენახათ აქ რა ხდებოდა და ხანდახან აი გააზრების დონეზე შოკური ეფექტი ქონდა, რომ უყურებდი აი მუსიკოსებს, რომლებიც წინა საღამოს დაუშვათ ფლეიტაზე, ვიოლინოზე, კლარნეტზე, საყვირზე, ვალტორნაზე უკრავდნენ ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის და შუმანის და ბრამსის მუსიკას. და მეორე დილიდან უკვე მუშის, ესე ვთქვათ, ჩაფხუტით და კამუფლიაჟით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით რაღაცა აი ამ სამშენებლო სამუშაოებს ეწეოდნენ. ამან სინამდვილეში კიდევ უფრო შეკრა, გააერთიანა, გააძლიერა ორკესტრის ეხლანდელი შემადგენლობა და გაცილებით ამაყები გავხდით. ეს ეპოქა, რომელშიც მე ვარ და რომელ წლებშიც მე ვხელმძღვანელობ, არის პროცესი, არ არის ეს მთავარი დრო. მთავარი დრო არის ის მთლიანი დრო, რომელშიც ეს ორკესტრი დაბადებიდან მარადისობამდე იარსებებს. და ყოველი ახალი ხელმძღვანელი და ყოველი ახალი მუსიკოსი, რომელიც მასში უკრავს, ის არის აი იმ დაწყებულის გაგრძელება და მომავლისთვის გზის გაკვალვა. არშიანელო ეხა გაჩნდა იმედი ესეთი ინვესტორების მხრიდან, სახელმწიფო და კერძო კომპანიები ეხა საუბრობენ, მე არ ვიცი ეხლა როგორ გაგრძელდება ეს, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც პატარა იმედი არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია დაიძრას ეს საკითხი. წელს არის გია ყანჩელის 90 წლის საიუბილეო წელი. საიუბილეო წელია ორკესტრის 100 წელი და რაღაც სიმბოლური ორი თარიღი გვაქვს. ეჯგარეში იყო რომ ჩვენ ეს თარიღი უნდა აგვეღნიშნა პირველებს და თან არაერთი ფორმატის ღონისძიებით. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა შეაჩერა საკონცერტო ცხოვრება არა მარტო ჩვენ ორკესტრში, არამედ პრაქტიკულად ყველგან. ჩემი პაუზა ჩანაცვლდა უკვე გია ყანჩელის მუსიკის შესრულებით და წამის მეასეთში გაქრა ის შეჩერება, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის იწვევს რაღაც სტაგნაციასაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც დგახარ სადირიჟორო პულტთან და ასრულებ მუსიკას, რა დოზით გიყვარს ის. მარტო პროფესიონალიზმი არ ყოფნის, აი სიყვარული უნდა გადასდო
ყველას ჩვენი ეს კონცერტი აი ესეთი მისი პიროვნული პორტრეტის გახსნა იყო. გია ყანჩელი ყველანაირი, გია ყანჩელი რომელსაც უყვარდა ჯაზი და იქ იყო ბექა, გია ყანჩელი რომელიც წერდა საოცარ სიმღერებს და ვისთვისაც წერდა ის ადამიანი იდგა სცენაზე გულისხმობ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს. გია ყანჩელის უსაყვარლესი ინსტრუმენტი იყო გამორჩეულად საყვარელი ინსტრუმენტი ალტი და ასევე გამორჩეულად ძვირფასი შემსრულებელი გიორგი ცაგარელი და გიორგი უკრავდა მის სტიქს. გია ყანჩელს ძალიან უყვარდა გორის გოგონათა გუნდი და სწორედ გორის გოგონათა გუნდი მღეროდა მის სევდის ანგელოზებს. სხვათა შორის ეს სტიქსში მთლიანად გადმოვეწყვეთ და სწორედ მოზარდების გუნდები, მძლევარი და გორის გოგონები შევაერთეთ. ესეც იყო ექსპერიმენტი და სხვათა შორის ესეთი სტიქსი არასდროს არ შესრულებულა არსად მსოფლიოში. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხო, გია ყანჩელის მუსიკას ასრულებდა საქართველოს ეროვნული ორკესტრი, რომლის უკვე ბიოგრაფიაშია გია ყანჩელის ბოლო წლებში უზადო მეგობრობა და თანამშრომლობა. მე თქმა რომ ისევ გამთლიანდეს ჩვენი ხალხი. ამ გამთლიანებას რა თქმა უნდა ჭირდება საერთო ღირებულებებისკენ სწრაფვა. საბაზისო საკითხებზე შეთანხმება, ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე. პოლარიზაცია დაიკლებს რა თქმა უნდა და ბედნიერების განცდა ნებისმიერი იუბილით, კონცერტით და პრემიერით გაცილებით დიდი და მასშტაბური გახდება. მე ამას ვოცნებობ. შენი ციხე რომ მიდის ხოლმე დარბაზიდან მე სუმა უკვე ცარიელი რომ აი არავინ აღარ არის რა მე მრჩები შემოდივარ და სცენას ყოველწლიურად მადლობას ამ მადლობაში სცენასთან ერთად რა თქმა უნდა გულისხმობ ღმერთს, განგებას, მუსიკას ალბათ ყველაზე განსაკუთრებით დედაჩემს და გია ყანჩელს